რა ვიცით რომ მერსოს სიკვდილით დასაჯეს იმიტომ რომ ტექსტში ეგ არ ჩანს ამ ლოგიკით და უძლურ ქრისტეს თუ გავყვებით და იმ ჩემ ინტერპრეტაციასაც შემოვიყვან აქ რომ მერსო არ კვდება ეს არის ამბავი მოხუცი მერსოს მიერ ანუ მოხუცი ქრისტე რომელიც მოხუცდა ჯვარს არაცვეს და მოგვიყვა თავისი ამბავი დამარცხების შესახებ უცხო თუ მოხუცდა მერსო თუ მოხუცდა და იგი სიკვდილით ვერ დასაჯეს რეალურად იგი კი არ ხრება. იგი იმდენად სახეს იცვლის, რომ აი ეს მზის ბუნება იმდენად ცვლის მას და ეს ზღვის დაკარგვა იმდენად გარდაქმნის, აი მე მეტამორფოზი, ხო, ისევ კაფკადან წამოვიდეთ. იმდენად ცვლის მას, რომ საზოგადოება ვეღარ ცნობს და ზოგ შეიძლება ეგონოც კიდეს, რომ ის გაქრა საერთოდ. ან უკან დაბრუნდა, ან სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ მე მგონია, რომ აქ ცოტა ძალიან ზღაპრებში შეიძლება გადის ინტერპრეტაცია, მაგრამ წამს მაგის, რომ მერსო სიკვდილით არ დაისაჯა, უბრალოდ იგი დამარცხდა საზოგადოებასთან და ის გვიყვება ამბავს საკუთარი დამარცხების შესახებ. და ამით კამიუ ჩვენ იმას გვეუბნება, რომ აი სამყარო ესეთია, მე არ მომწონს ძალიან აბსურდული სამყარო, მე მაგას არ ვეთანხმები, უბრალოდ აი გზა რომელიც მერსომ გაიარა და ეხლა დაფიქრდით თქვენი ცხოვრების გზაზე და როგორია თქვენი ცხოვრების გზა, იმიტომ რომ სამყარო ესეთია აბსურდულია.